უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანია დაღუპული. პარალელურად ევროკავშირის ლიდერები 200 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გაყინული აქტივების სრულ კონფისკაციას განიხილავენ. ხოლო უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა ისევ ბუნდოვანია. უკრაინაში ამბობენ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრისათვის მზად არიან, თუმცა უცნობია დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას ვლადიმერ პუტინი. უკვე 3 წელზე მეტია ამრგვალ მაგიდასთან უკრაინაში მიმდინარე ომი განხილვის მთავარი საკითხია. ამჯერადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ გზებზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთი აიძულონ თავდასხმების შეწყვიტოს. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ მექანიზმად გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა განიხილება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ცალსახა პოზიცია აქვთ. ისინი 200 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივების სრულ კონფისკაციას ითხოვენ. დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია ლასმა დაუშვებლად მიიჩნია რეპარაციების გადახდის გარეშე რუსეთისთვის გაყინული თანხების დაბრუნება, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაშიც კი. აშკარაა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ ემზადება. მინისტრებმა განიხილეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის. რუსეთის მიერ უკრაინაში გამოწვეული დანაკარგების გათვალისწინებით წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ოდესმე კვლავ დაინახოს ეს ფული, თუ სრულად არ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს. პარალელურად სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობაზე საუბარი გრძელდება. უკრაინული მხარე ლიდერების დონეზე შეხვედრას კვლავ ელის. კიევში ამისთვის მზაობასაც გამოთქვამენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჯერი ახლა რუსეთზეა. შეხვედრას ორივე მხარე უნდა დათანხმდეს. სამწუხაროდ ასეთი წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთისგან ვერცერთ სიგნალს, რომ ის მზად არის დაიწყოს ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება, რაზეც საუბარი იყო თეთრ სახლში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას და დადასტურდეს უკრაინული მხარის მზადყოფნა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენი ღიაობა. ახლა ყველაფერი რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. არავინ იცის ზუსტად რა იქნება საბოლოოდ. როგორი იქნება ეს სამშვიდობო შეთანხმება, რა შევა უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო პროექტში. მაგრამ ჩვენ ზუსტად გვესმის რა არის ჩვენთვის აუცილებელი. უკრაინა მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც შეერთებული შტატები სთავაზობს, მაგრამ სამწუხაროდ თითოეული მათგანი რუსეთის მიერ არის დამოხრუჭებული. რაც შეეხება პარტნიორების მხრიდან გაწეულ დახმარებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის პატრიოტის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის აღჭურვილობის და სატელიტური მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა. საერთო ჯამში ამ ტექნიკისა და სერვისის ღირებულება $329 მილიონ აღწევს. დასავლელი ლიდერები კი მხარდაჭერას აძლიერებენ. რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების საპასუხოდ გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინის მთავრობას შემდგომი დახმარება დაუდასტურეს ჰაერო თავდაცვის სფეროში და მოსკოვს სანქციების გამკაცრებით დაემუქრნენ. ემანუელ მაკრონმა მოგვიანებით ვოლდიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ ამის პერსპექტივა 1 სექტემბრამდე არ გამოჩნდება, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. თუ 1 სექტემბრამდე ეს შეხვედრა კვლავ არ შეთანხმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მოატყუა პრეზიდენტი ტრამპი და ეს უპასუხოდ ვერ დარჩება. ჩვენ ორივენი ვესაუბრებით პრეზიდენტ ტრამპს და თუ მომავალ კვირას მოგვიწევს იმის კონსტატაცია, რომ კვლავაც თვეების განმავლობაში შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ არაფერი მოხდება, ჩვენ ძალიან მკაფიო მოწოდებებით გამოვალთ პირველადი და მეორადი სანქციების დაწესებისკენ. როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კართან კაცი ჭამიაა, სწორედ ამას გრძნობენ ძალიან ღრმად ქართველები 2008 წლის შემდეგ. უკრაინელები და მრავალი სხვა ერი. ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ავტორიტარული გზით წასვლა და იმპერიალიზმის თავს მოხვევა საერთაშორისო საზღვრების შეცვლისთვის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს აჩვენებდა თითქოს მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვენ ანუ ევროპელებმა ამერიკის მთავრობასთან ერთად საგულდაგულოდ უნდა განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები. მოლაპარაკებების ფონზე უკრაინის მიმართულებით საჰაერო იერიშები გრძელდება. სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მხრიდან ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა მრავალსართულიანი და კერძო სახლები. გაჩნდა ხანძარი და დაფიქსირდა ელექტრომომარაგების შეფერხებები. პარალელურად უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით უკრაინამ იერიში კრასნოდარის მხარესა და სამარაში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა.
აბსოლუტურად ნათელია, რომ მოსკოვმა ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად გამოყოფილი დრო ახალი მასშტაბური თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა. დიპლომატიისთვის შესაძლებლობების ფანჯრის ხელახლა გახსნის ერთადერთი გზა მკაცრი ზომების მიღება ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც რუსეთის არმიას აფინანსებს და ეფექტური სანქციები თავად მოსკოვის წინააღმდეგ, საბანკო და ენერგეტიკული სანქციები. ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შეწყდება, რეალური ნაბიჯებია საჭირო. ჩვენ ქმედებებს ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან. მომდევნო კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაყინული აქტივების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად კვლავ შეიკრიბებიან. ევროპელი ლიდერები კი მომდევნო რამდენიმე დღეში კონკრეტულ პასუხს ელიან. შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები.